ამინ. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი მსახურებისთვის, ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება და ღმერთმა შეიწიროს ჩვენი ერთობლივი ღვთისმსახურება. დღევანდელ დღეს დედა ეკლესია განსაკუთრებულად ამაღლებულ დღესასწაულს დღესასწაულობს. ეს არის ყოველთა წმინდათა კვირა. და რაც აღნიშნავს ყოველთა წმინდათა კვირა? ჩვენ ვიცით, რომ გარდა მოვიდა რა სული წმინდა მოციქულებზე დაარსდა დედა ეკლესიას. სწორედ აი ამ დედა ეკლესიის ნაყოფები არიან ნებისმიერი წმინდანები ჩემოწირფასები. ანუ დღევანდელ დღეს არის არა მხოლოდ ერთი და ორი წმინდანის ხსენების დღე, არამედ დღეს არის ყოველთა წმინდათა ხსენების დღე. ალბათ იმ დაუთვლელი ურიცხვი წმინდანის დასისა, რომელიც ბევრი ცნობილია, ბევრიც ალბათ უცნობია და მხოლოდ ღმერთმა იცის მათი სახელები. ეს წმინდანები არიან, რომელმაც წმინდანებმა თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი სიმდაბლით, თავიანთი ქადაგებით დაამოწმეს ქრისტეს ჭეშმარიტება. მოგლებთ, რომ დავფიქრდეთ ჩვენ ნებისმიერი წმინდანი ოდესღაც იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ისეთივე როგორც ალბათ ვარ ჩვენ, მაგრამ მათ აირჩიეს სწორი ცხოვრების გზა ჩემოწირფასები. მათ მოიძულეს ეს სოფელი, მათ მოიძულეს ეს ნებები და აგერ ქრისტეს შეუდგნენ ისე, რომ წმინდანებად შეიქმნენ. ეს ნებისმიერი მართლმადიდებელი ადამიანის ვალია. ნებისმიერი ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ ქრისტესთან მივიდეთ განწმენდილები. რა თქმა უნდა, ისინი არა მხოლოდ თავიანთი ძალით, არამედ ღვთის ნებით და ღვთის მადლით გახდნენ წმინდანები. ასევე ჩვენც თავარია ჩვენთვის სურვილი, რომ ქრისტეს გზა შევუდგეთ და შემდგომ, თუმცა ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ქრისტე შეგვეწევა ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარება იმ გზაზე, რომელსაც ქრისტიანობა ქვია. და აუცილებლად მოგცემს იმის ძალას და იმის უნარს, რომ პატიოსნებით ვიცხოვროთ. აგერ ესე იყვნენ წმინდანებიც, სურვილი ჰქონდათ და მცდელობა ჰქონდათ. და დღეს როგორც ვარსკვლავები ესე ბრწყინავენ ეს წმინდანები ჩემოწირფასები. ძალიან ბევრი წმინდანთა სახელები ვიცით, მაგრამ სათესასუფეველში აუცილებლად იქნებიან უამრავი დასი წმინდანებისა, რომელიც წმინდანების სახელებიც ჩვენ არ ვიცით, მათი ცხოვრებაც ჩვენ არ ვიცით. ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება გახდეს წმინდანიც. სწორედ ამას გვასწავლიან წმინდა მამები ჩემოწირფასებო, რომ სიწმინდეო არისო არა სასწაულებით ცხოვრება, რა დროსაც ადამიანი სასწაულებს აღასრულებს, არამედ სიწმინდე და წმინდა ცხოვრება არის მართლმადიდებლობა. თუ კი შენ ზედმიწევნით მიყვები, აუცილებლად შეიქმნები წმინდანი. დღეს შენ აღმოვიკითხეთ ესეთი სიტყვები სახარებიდან. რომელს საუყვარდეს მამაი, ანუ დედაი, უფრო იჩემსა. არა არს იგი ჩემდა ღირს და რომელს საუყვარდეს ძე, ანუ ასული, უფრო იჩემსა. არა არს იგი ჩემდა ღირს. რას აღნიშნავს უფლის ეს სიტყვები, რა მნიშვნელობა აქვს აი ამ სიტყვებს? ეს არის მოწოდება ჩემოწირფასები. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანმა საკუთარი ოჯახი უარყოს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მოიძულოს თავისი შვილი, თავისი მეუღლე, თავისი მშობელი, თავისი ოჯახი. ილიქით ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა და სწორედ უფალი გვასწავლის სწორ სიყვარულს. თუ კი გავიაზრებთ და ვინახავთ იმას, რომ უფალზე მეტად არავინ არ უნდა გვიყვარდეს. ანუ თუ შენ შეძელი უფლის სწორი სიყვარული, მაშინ შენ შეძლებ მშობლის სწორ სიყვარულსაც, შენი დედმამიშვილის სწორ სიყვარულს, შენი ნებისმიერი ოჯახის წევრის, ნებისმიერი მოყვასის, მეგობრის, ახლობლის, მაგრამ ნებისმიერი სიყვარული ისწავლება უფლის სიყვარულისგან. ნუ ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ უფალი, რომ უფლის სწორი სიყვარულით დავინახოთ ჭეშმარიტი სიყვარული და ასე შევიყვაროთ ჩვენი ოჯახის წევრები. თორე თუ ჩვენ ღმერთი არ გვიყვარს, ამიჯერე ვერც ერთმანეთს შევიყვარებთ,
ვერც საკუთარ მშობელს შევიყვარებთ, ისე როგორც ვალდებულნი ვართ, რომ შევიყვარებთ. ვერც საკუთარ შვილებს ვერ შევიყვარებთ, ისე როგორც ვალდებულნი ვართ, ჩვენ შევიყვარებთ. აგერ სწორედ წმინდანებმა ეს გაიარეს. გადალახეს აი ის მიწიერი სიყვარული, რომელიც მიწიერი სიყვარული შეიძლება თუნდაც ოჯახის წევრის მიმართ გქონდეს. თორე აბარ დავფიქრდეთ. ისეთი პერიოდია ეხლა, რომ ბუდობს, ხო ჩიტი ბუდობენ და ჩვენთანაც სახლთან ძალიან ბევრი მერცხლების გუდია. არ არსებობს რომ გამოვიდეთ გევარ უყურებთ ტბები და რომ მივიდივართ გევარ უყურებთ. რა საოცრად უვლის დედაშვილს. აი როგორ უყვარს თავისი შვილი. ეს არის ინსტინქტური სიყვარული. შეიძლება ადამიანმა, რომელმა ადამიანმაც არის ქრისტეს სიყვარული უყვარდეს შვილი, ისე როგორც დაუშვათ ნებისმიერი ფრინველი, ნებისმიერი ცხოველს უყვარს საკუთარი შვილი, როგორ არ უვლის კაცო. უვლის იმიტომ რომ უყვარს. მაგრამ ქრისტიანული სიყვარული აი ამ მიწიერ სიყვარულს ჩემოც ვიფასება. ბევრად ცდება, ბევრად აღმატებულია. ნახეთ რას გვეუბნება. რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არ ჩემდახებს. აი ახლა რას ნიშნავს ეს სიტყვები? აგრე ჯვარზეა საუბარი. ჯვარი ეს არის, ვიცით, ქრისტიანული სულიერების მთავარი გულია ჯვარი, ჩვენ ვიცით, ჯვრის სიმბოლო. სწორედ აი ამას გვეუბნება, რომ ჯვარი უნდა აიღო და მე შემომიდგეო. თუ არ აიღებო ჯვარს და შემომიდგეო, ჩემდახებს არ ახარ. და რა შემოდგომაზეა საუბარი? აქ რა თქმა უნდა ჯვარცმაზე საუბარი არ არის. რა შეიძლება იყოს ჯვრის აღება? ნახეთ, ნებისმიერი განსასწრების, ნებისმიერი ტკივილის, ნებისმიერი დათმობის, რაც არ უნდა შეგემთხვა შემთელი შენი ცხოვრების სავალგზაზე. აი ამ ყველაფერს უდრტვნილად გადაიტან ნებისმიერ მწუხარებას, ნებისმიერ განსასწრებს. აი ეს არის შენი ჯვრის აღება. რა დროსაც რო არ ახარ ჩავარდნილი ყვედრებაში, უფლის ყვედრებაში, რომ რატომ მაინც და მაინც მე. აი იმიტომ მაინც და მაინც შენ რომ შენ იმ გზაზე არ დგეხარ, რომელ გზაზე შენ უნდა იდგე. თუ შენ უფალი დაგინახავს და დაინახავს იმას, რომ შენ მთელი დათმობით, მთელი სიმდაბრით, მთელი აი ამ ტკივილის მოთმენით, დათმენით მიუყვები აი ამ გზას, მაშინ შენ თავში აღარ გაჩნდება ის კითხვა, რომ რატომ მე? და შემომიდგეს მე, უფალი ამბობს. და რას ქვია შემომიდგეს? აი რას გულისხმობს აი? აქ არ არის უბრალოდ საუბარი, რომ ჩვენ თეორიულად წამდეს. აქ არ არის ამაზე საუბარი. აქ არის უშუალოდ მიბაძვაზე საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს გზაზე სიარული ეს აღნიშნავს ქრისტეს მიბაძვას. ანუ იმ ცხოვრების წესით ცხოვრებას, როგორც უფალმა გაიარა აქ თავისი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ აი ამ შემოდგომაზე აქვს, რომ შემომიდგესო, სწორედ აი ამაზე აქვს უფალს საუბარი. ანუ საკმარისი მხოლოდ არ არის ის, რომ ჩვენ წიგნებს ვკითხულობდეთ, სახარებაზე პირად ვიცოდეთ. ანუ თეორია მხოლოდ ეს არ არის არაფერი. არაფერს არ მოგცემს. შენ თუ იმ გზაზე არ დგახარ, რომელ გზაზეც უფალი იდგა. რომელ გზაზეც გეუბნება, რომ შენ მე შემომიდექი. შენ თუ ამ გზაზე არ დგახარ, ჩემო ძვირფასებო, დამიჯერეთ, თეორიული სწავლება არაფერს არ მოგცემს. საკმარისი კი არა და საერთოდ არაფრის მომცემი არ იქნება. რისთვის არის ჯვრის დარება აუცილებელი? იმისთვის, რომ აგერ დღეს რამდენი ყოველთა წმინდათა ხსენების დღეა. აი იმისთვის არის ჯვრის დარება აუცილებელი, რომ ჩვენ შევიქმნათ ღვთის წინაშე მართალი, ჩვენ შევიქმნათ ღვთის წინაშე წმინდები, ანუ ცხონებისთვის. ყოველი ცხონებული ადამიანი ღვთის წინაშე წმინდა, ხო ასეა? რა თქმა უნდა, იქ არსებობს იერარქიას, მაგრამ ნებისმიერი ცხონებული ადამიანი წმინდა ღვთის წინაშე. აი სწორედ აი ეს ვალდებულება გვაქვს ჩვენ, რომ ჩვენც აუცილებლად უნდა შევიქმნათ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, რომ გარდაცვალების შემდგომ ჩვენი ცხონება იყოს მარტივი. თუ არა და წარმოიდგინეთ, როგორ იქნება მთელი ჩვენი განვლილი ცხოვრება, აღსარება, ზიარება, შენ თუ კი არ დგეხარ იმ გზაზე, რომელ გზაზეც უნდა იყო. მთელი შენი განვლილი ცხოვრება,
გამოდის ამაო, გამოდის ფუჭი, წარმოიდგინეთ რამდენი წუხა, რამდენი ხელა ტკივილი შეიძლება იყოს, რომ ფიქრობ, რომ ცდილობ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ფიქრობ, რომ ქრისტიანი ხარ, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ხარ და ამ დროს აღმოჩნდება ის, რომ თურმე სადღაც არასწორ ადგილას დგახარ, არასწორ გზაზე მიდიოდი და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ რა. არის ძალიან მარტივი და არის ძალიან რთული. გააჩნია შენ როგორი თვალით შეხედავ. თუ მარტივად შეხედავ, გამიჯერე, ქრისტიანული ცხოვრება ძალიან მარტივია. მაგრამ თუ შენ რთული თვალით შეხედავ, შეიძლება შენთვის ქრისტიანული ცხოვრება იყოს შეუძლებელიც კი. ასე რომ თავარია შენი სულიერი მიდგომა, შენი სულიერი მოწოდება, რისთვის ხარ მზად, რა გინდა და რისთვის გინდა. ასე რომ გილოცავ დღევანდელ დღეს. ყველა წმინდანი, ყოველთა წმინდანი იყვნენ ჩვენი პარველები. მერთმა დაგლოცოთ, გაგურთხოთ, გაგახარო და გაგამრავოთ. მადლობა ღმერთს დღევანდელი მსახურებისთვის.